გამარჯობა დღეს 25 მაისია და თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლს სახელწოდებით საზოგადოება და თვითმმართველობა. Გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უწყებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ხვინჯილია. დღის დასრიგით წარმოდგენილი იყო ორი საკითხი. ესენია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის ნომერ 63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელმწიფო შეწყვეტების გეგმის დამტკიცების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის ნომერ 115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. სხდომათა დარბაზში დამსწრეებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კორნელი კვარაცხელიამ. მისი განმარტებით ცენტრალურმა ხელისუფლებამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოუყო 1,467,823 ლარი, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა რეაბილიტაციას. კერძოდ, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ქალაქ წალენჯიხასა და ნაგურუში. ქალაქ ჯვარში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას, შიდა გზების მოასფალტებას ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში. გასულ კვირას სოფელ კანთში მგლები მსხვილფეხა პირუტყვს შეესწირნენ და ორი სრული საქონელი დაგლიჯეს. მოსახლეობამ მგლების შემოსევის გამო დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, კანთში მტაცებლის შემოსევის ფაქტი პირველი არ არის და პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მონადირეთა ჯგუფის შექმნა. იქნებოდა 3-4 საათი ღამის. არის ხმაური იყო. გამოვედი გარეთ არაფერი არ მინახია თვალით, მაგრამ ოხედავ ზაგე რა არის? დამწყდეული არ ყავდათ საქონელი. ჭიშკართან ყავდა, კაჭიში არის სახლის. აი მეოთხე ახლა რაც გელმა შეგვიჭამა ეგა. სახელმწიფო მთავრობამ უნდა გააკეთოს თუ არა, მე რა უნდა გავაკეთო? რეალობა ახლა ასეთია მუნიციპალიტეტში, რომ მგლების რაოდენობა მომრავლებული არის, ამ მომრავლებულთან ერთად პერუტყვზე პერუტყვის დაგლეჯვა უფრო გახშირდა, თითქმის დღე არ გადის, რომ რაღაც მონაცემები არ შემოდიოდეს გამგეობაში. აქედან გამომდინარე ჩვენთან შექმნილი არის ჯგუფები, არის მონადირეთა ჯგუფები შექმნილი, როცა ინფორმაცია მოდის, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ამ მონადირეთა ჯგუფებს და ესენი გადიან იმ თემების მიხედვით კონკრეტულად რომელ თემში რა დროს მოხდა პერუტყვზე თავდასხმა. რაც შეეხება ყველა თემში, თითოეულ თემში მონადირეთა ჯგუფი არ აყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თემში იყოს, იმიტომ რომ ახლა ზონებად გვაქვს დაყოფილი მუნიციპალიტეტი, არის ჯგალის ზონა, ნაკეფუს, ობუჯის, ესენი ერთად არიან გაერთიანებული, თან ამათთან ერთად არის მიქავას თემი, არის ლიის თემი, მუჟავა, ჭალე, ჯვარის თემი, ესე იგი თემებში არ ყავს ის რაოდენობა მონადირეების, რომელთა შეუძლიათ ესე იგი, როცა იქნება კონკრეტული მოთხოვნა და კონკრეტული რეალობა პერუტყვის დაგლეჯვის, გავიდნენ და ბუნებიდან ამოიღონ მტაცებელი. სიტუაცია, რომ თითქოს მგლების მომრავლება და პერუტყვის თავდასხმა რეაგირების გარეშე რჩება, მაგრამ ჩვენ რამოდენიმეჯერ ინფორმაციის საფუძველზე, რამოდენიმეჯერ გავიდა ჯგუფი ამ მგლები რომ ამოიღოთ ბუნებიდან, მაგრამ მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ ის დღეები, რამოდენიმე დღე როცა ნადირობდნენ, ისინი ვერ წააწყდნენ მგლებს რა. და რაც შეეხება ახლა ხვალაც გუშინაც შემოვიდა ინფორმაცია, რომ ნაკეფუს თემში მოხდა ისევ თავდასხმა პერუტყვზე და ხვალ დილიდან ისევ მობილიზებული იქნება ეს მონადირეთა ჯგუფი, რომელიც ხვალ ჩვენ მუნიციპალიტეტში და ხვალიდან გავლენ და ნახოთ შედეგი როგორ იქნება, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ მგელი ეს ისეთი მტაცებელი ცხოველი არის, რომ შეუძლია მაგან დღეს ერთ ადგილას რაღაც პერუტყვზე თავდასხმა მოხდეს და ამის მერე გაიაროს
გავიდეს რამოდენიმე კილომეტრით იმ ადგილიდან და ამიტომ რაც ჯერჯერობით რაც იყო გასვლები მონადირეთა ჯგუფი ვერ წააწყდა ამ გლებს მოეხდინათ ამათი ლიკვიდაცია. ახლა ხვალაც უკვე ჩვენ მიღებული ბრძოლები დარეკილი არის ამ მონადირეთა ჯგუფის ხელმძღვანელთან და ხვალ გავლენდილით ადრე და ვნახოთ რა როგორი შედეგი იქნება. მიმდინარე წლის 22 მაისს ქალაქ წალენჯიხის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა მედია პროექტ ეტალონში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მუნიციპალიტეტში შემავალი 16 სკოლის 32-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მონაწილეების საბოლოოდ გამოსავლენად 2 შესარჩევი ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რომლის შედეგად გამოვლინდა 9 ძირითადი და 2 სათადარიგო მოთამაშე. ეტალონის შესარჩევი ტური წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადგომით გაიმართა. გამარჯვებული მოსწავლეები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მედია პროექტ ეტალონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელით 9 ივნისს პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მე ვარ ერთ-ერთი მონაწილე ეტალონის შესარჩევის. გუშინ ჩატარდა ეს შესარჩევი ტური, არც ისე რთული კითხვები იყოს, ძალიან ობიექტურად ჩატარდა. ჩემი თავის იმედები დიდად არ მქონდა, მაგრამ 10 ქულა ავიღე და მოხვდი 9 ბავშვში, ძალიან გამიხარდა. არ ვიცი, იმედია გავამართლებ. წალენჯიხის პირველ რიგში კი ჩემი სკოლის იმედებს. ძალიან გამიხარდა გადასვლა. დიდი მოლოდინები მაქვს. იმედია გავამართლებ ჩემს იმედებსაც და რაიონის იმედებსაც და წარმოვაჩენ წალენჯიხას როგორც საჭირო. წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა შესარჩევი კონკურსი ეტალონში მონაწილე მოსწავლეებისათვის. ეტალონში მონაწილე მოსწავლეები იყვნენ საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლები. სულ 16 სკოლა მონაწილეობდა და 32 მოსწავლე. ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა ტესტირება. არ ყოფილა არანაირი ხარვეზი და არანაირი გადაცდომა. ყავდა კომისია საკრებულოდან მოწვეული, გამგეობიდან და ასევე რესურს ცენტრიდან წარმომადგენლები, რომლებმაც შეაფასეს ამ ბავშვების მონაცემები და გამოავლინეს გამარჯვებული მოსწავლეები. 9 ივნისს ჩაწერაზე უნდა გავემგზავროთ, სულ უნდა იყოს 50 სტუმარი, მათ შორის სტუმრის სტატუსით, ძირითადი სტუმრის სტატუსით იქნება 5 წარმომადგენელი, კოლორიტი, გამოჩენილი ადამიანი წალენჯიხის და მუსიკალური ნომერი იქნება კიდევ ერთი შესაბამისად. გვერდით გვიდგას ადგილობრივი თვითმმართველობა და ამისთვის უღმესი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ბავშვების სახელით, მშობლების, სკოლის და ჩვენ რესურს ცენტრის სახელით უღრმესი მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას და მე მჯერა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბავშვები წალენჯიხას წარმოაჩენენ წარმატებულთა რიგებში. თბილისში გამგზავრებამდე მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან, რათა ეტალონში საუკეთესო შედეგი აჩვენონ. მე მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვო. ესახელებინოთ ჩვენი მშობლიური წალენჯიხა. გადაცემათა ციკლის საზოგადოება და თვითმმართველობა ამით დასრულებულია. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.